მოგესალმებით ყველას, ვისაც გახსოვთ, რომ მოთხშაბათი არის იდეალური დრო იმისთვის, რომ გაიხსენოთ ქალების რადიოს არსებობა FM-ზე, FM 93-სა და 1-ზე გვისმენთ, თუ კი ასეა. ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ შეავლოთ თვალი ჩვენს პირდაპირ ეთერს და შემოიხედოთ ქალების რადიოს Facebook გვერდზე. და გარდა ამისა FMG გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სადაც არ უნდა იყოთ, ძალიან ისე მოქნილად, ძალიან ადვილად, მოკლედ მოგწვდეთ და გვისმინოთ, სადაც არ უნდა იყოთ. მე გახლავართ ეკატერინე ამირეჯიბი, დღეს გვაქვს ჩვენი ციკლის შეჯამება, შეიძლება ასეც ითქვას, დახურვა და პრინციპში დიდი ხანია ვცდილობ ჩემს დღევანდელ სტუმართან მოთათბირებას, ხან ერთი დღე შევარჩიეთ, ხან მეორე დღე შევარჩიეთ, მოკლედ რაღაცა ვერ დავსინქრონდით და მე მგონი ყველაზე იდეალურად დავსინქრონდით საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აი დღეს რაღაცნაირად შევაჯამებთ, რაღაცეთ წერტილს დავუსვამთ და თან ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მივხვდი არის გამომრჩა ყველაზე მთავარი შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის და ასევე ჩვენი მსმენელებისთვის ის რასაც სიყვარული ქვია, რაც ამოძრავებს და გვამოძრავებს ყველას და დღეს ზუსტად ჩვენი საუბრის დაკვირვების, შემეცნების და კიდევ ერთხელ ამ გრძნობის აღიარების ოთხშაბათი გვაქვს, საუბრობთ სიყვარულზე და დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ქალბატონი დეა ყოლბაია. ექიმი, პათოლოგ, ანატომი, თვითონ ძალიან ხშირად უყვარს ხოლმე და აუცილებლად დაამატებს, ვიცი და ამიტომ ამას მე გავაკეთებ. პოპულარიზატორი და აი დღეს სიყვარულის პოპულარიზატორიც გამოდიხართ ჩვენს ეთერში. დეა, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს და ბოლოს ესე იგი დაფასდა და შევხვდით ერთმანეთს აქ ამ სივრცეში, ქალების რადიოში. პირველ რიგში ალბათ ესეთ ტკბილ უკმად შემოვინახეთ დეაც და სიყვარულიც, რომ ძალიან საინტერესო შეიძლება ამ თემის გაშლა, იმიტომ რომ ყველას ეხება განურჩეულ. ყველასია სიყვარული, ასე მგონია, არ ვიცი. ბევრნაირ რა ვიცი, მშობლის და შვილის, მეგობრის, საკუთარი თავის და რა ერთიანებს, ან რა განასხვავებს ისე ძირეულად აი ამ ყველა სიყვარულებს, რომელიც ხო აი ბევრ ჭრილში შეიძლება არსებობდეს და თან არსებობდეს ჩვენთან ერთად. ხო, სიყვარულზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ სიყვარულის არაფერი გაგეგებაო. ხო. სიყვარულზე ის ლაპარაკობს, ვინც არ იცის და ვინც იცის ის სტუმს. არჩეულებრივი ლექსიდან ეს სწორედ წავიკითხოთ. იმიტომ რომ რაღაცა ორივე ამ ლექსმა რაღაცა ამ ტალღაზე გადაგვრთო და გაუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას, იმიტომ რომ აი რაღაცა ჩუმე ძალიან დაყვება რა ამ სტრიქონებს. მე გადავდი არ ყოფნის ყველა ზამთარი და ჩემი სიჩუმე. აი სწორედ ის რაც მართლა დაგადუმებს, ის რაც მართლა გაგაჩერებს არის სიყვარულზე შეიძლება მაგალითად მითოლოგიიდან მოვიყვანოთ პარალელი და ეს მაგალითები გეხმარება ადვილად გაიგო. ხშირად ბევრ პოდკასტში ვამბობ და უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ ეს ქრისტომატია ახალს ვერ მოიგონებ, რომ ვენერას სამკაულებ. ვენერა სიყვარულის ქალღმერთი და ერთი სამკაული რა არის, ესე იგი სიყვარული როგორც ფილია, ანუ შეყვარებულობა. აი, შეყვარებული. მე მიყვარს სხვათა ტკბილ ჟღერადობა, ხო, ჰარმონია, აქედან ხო ფილარმონია. არის სიყვარული როგორც ლტოლვა, ეს არის ეროტი და მისი ვაჟი ეროტია. და ეროტს ცოლად მოყავს ვინ? ფსიქეა, სული. ბედნიერება რა არის, როდესაც სული შეყვარებულია და სიყვარული გასულიერებულიაო. ანუ ორივე ცოცხალია და ცოცხლობ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიყვარული არის გასულიერებული და არის სიყვარული მაგალითად როგორც
გაერთიანება რაღაც საერთო იდეის გარშემო. აი მაგალითად ჩვენ პრაგმატულად, პრაგმა სიყვარული, პრაგმატულად ვერთიანდებით რაღაცის გარშემო. აი თქვა ოჯახის გარშემო ვერთიანდებით, ხო შვილები გვყავს, ხო შეიძლება დაიკარგა ეროტი, ტოლვა, ის აღარ არის, რაც არის და დარჩა დავნათესავდით, მაგალითად უკეთეს შემთხვევაში თუ მტრებად არ ვიქეცით და შემდგომ აი ამ პრაგმაში ვართ, ან პრაგმა როგორც სიყვარული. პრაგმატული და არის ასევე აი სტრატეგია, უბრალოდ ეს არის სტრატეგიული და არის პრაგმატული, იმიტომ რომ რაც მე ვთქვი, ეს არის სტრატეგიული სტრაგო და პრაგმა აი იმიტომ რომ ლამაზი ხარ, იმიტომ რომ ჭკვიანი ხარ, იმიტომ რომ დიდარი ხარ, იმიტომ რომ მე ამაყებ. და ეს გამორიცხავს წრფელ სიყვარულს. აი ნახეთ, ყველა ეს თვისებები, ეს სამკაულები ვენერას, ეს ვენერას აქვს. ეს სიყვარულის სხვადასხვა წახნაგებია. ანუ სიყვარული ერთია, ობიექტებია სხვადასხვა და ობიექტის რაობიდან გამომდინარე ხარ ან ფილიაში, ან ეროტში, ან პრაგმაში, ან სტრაგოში, ან თქვათ ავადმყოფურ მანიაში. აჩემბაში რო გადადის ხო? მანია როგორც ავადმყოფობა, აკვიატება და ავადმყოფობაა ეს უკვე და ყველაზე მაღალი არის, როდესაც არც მოგწონს, არც გაწყობს, არც ხიბლავს, არც არაფრით და მაინც რო გენატრება. ესე იგი არც ერთ პუნქტში რომ არ აქვს პლუსი და მაინც გენატრება, ანუ უპირობოდ გენატრება, უპირობოდ გიყვარს, ხო? აგაპო, ანუ უპირობო სიყვარული და აი ამ უპირობო სიყვარულის უმაღლესი გამოთად სუფიზმში, როგორც ეროტიული მისტიციზმი, ინდურში ეს არის ბჰაქტი, ღვთის უპირობო სიყვარული, ხო? ანუ როგორც ამბობს რაბი, აი ყო ესეთი ქალი, ბჰაქტი, რომელიც ესეთ რაღაცას ამბობს, რომ აი მე შენ ღმერთო გეძებ, თუ მე გეძებ იმიტომ რომ მე შენია შენი ჯოჯოხეთის დამაბრუნე იქ. თუ მე შენ გეძებ იმიტომ რომ იმედი მაქვს შენი სამოთხის არ მაღირსო იქ. მე შენ გეძებ იმიტომ რომ მე ნატრები. უპირობო სიყვარული და ყველაზე მაღალი ფორმა არის აღაპო. ანუ სიყვარული ერთია, ობიექტებია სხვადასხვა. და აი ეს ობიექტები როგორი უნდა იყოს, აი ვიღაცას და უპირატესად ხარ პრაგმატული, ვიღაცას სტრატეგიული. ანუ სადღაც გაწყობს, ეს მაწყობს შემოდის, ხო? ეს შემოდის, ეს ბუნება ადამიანის, ხო? აქ არ არის საუბარი ცუდი და კარგი. ცუდი და კარგი განიხილება როგორც აი კიდურა ფორმები. აი არის თუ არა მწუხარება პათოლოგია? არა. მაგრამ სულ მწუხარებაში ყოფნა პათოლოგია. არა სულ ასეთი აჟიტირებული და ჰაი ტაშპანდური შალახო ბალახო არ არის, მაგრამ მეტანი არაფერი ვარ გაგონებს. არაფერი ხო, კიდურა ფორმებია, ხო? აი ნორმოთიმია, აი ნორმალური მდგომარეობა ეს არის. კარგი ხასიათზე არ ცუდ ხასიათზე არ ხო? როცა ერთმანეთს ენაცვლება, ხო? ეს აღმართ-დაღმართები. პათოლოგია, მაგალითად, აი მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი, მანიაკული აჟიტირების ფაზა და მე მკვეთრი ვარდნა დეპრესია. კი, აჟიტირება, დეპრესია, ეს პათოლოგია. ისევე როგორც სულ აჟიტირება და სულ დეპრესია. ანუ ნახეთ, ცხოვრების მთავარი კრედო არის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება twin ვერ ეგუება ერთფეროვნებას. მაგრამ ამ სიყვარულში მრავალფეროვნების შენარჩუნება რთული ამოცანა. სიყვარული რა გაგებით, იცით აი როდის არის ბედნიერება? შენ რო იპოვეს სიყვარულს კი არა. სიყვარული შენში სახლს რო იპოვის. ესე შენ რომ აღმოჩნდის სახლი მისთვის. ანუ როცა გარეთ აღარ ეძებ ამის წყაროს? არ არის. შიგნით არის, შენში შემოვიდა სიყვარული და ის გახდა მასპინძელი. შენი მასპინძელი. და ერთი ესეთი ID სიკვდილის ღმერთია. A წინს ერთი ნიშნავს უარყოფას და ID ნიშნავს ხილული დანახვადი. ID A წინს ერთი უარყოფა. ესე იგი ის ვინც ხდის უხილავს. ანუ ის ვინც გაუჩინარებს. ხო? აი სიკვდილი აუჩინარებს. აი ეს ნახეთ აი ეს მომენტი რომ არის ოჯახის წევრი თქვა ყველას ჯარი წერია, ხო? და აი უცბად აი მოხდა რაღაცა და აღარ არის. დამთავრდა 3 დღეში გავასვერეთ, დავგრძალეთ და სახში სიცარი აი ეს ძალიან ესეთი ცოცხალია შეგრძნება, იმიტომ რომ ამის გავლა მომიწია სიმართლე გითხრათ ბოლო რამდენიმე თვის წინ და ზუსტად ეგ განცდა მაქვს, რომ ანუ სად აი უცებ
და თითქოს აღარაფერია და არ ყოფილი. მაგრამ საქმე იმაშია ახლა სწორედ აი ამ თემას ვეხებით, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ალბათ ეს რწმენა, რაც მე რაღაცნაირად გეხმარება და აი ეს ID-ს ვინც აუჩინარებს და წარმოიდგინეთ ღრუბლებში ესეთი ედემის ხედი წარმოიდგინეთ ჩანჩქერები და ესეთი რაღაცები და არის ქალღმერთ დემეტრას შვილი პერსეფონა. დემეტრა ნაყოფიერებაა და პერსეფონა არის აი ეს ძალა, ის ენერგია, რომელიც აი თესლიდან აღვივებს ღვივს, მერე ესე იგი ფესვიღეროფოთლები და მცენარე, ხო? ეს ენერგია, რომელიც აი ამას ზრდის, აი ეს სიცოცხლის ენერგია არის პერსეფონა. და პერსეფონა ესე უდარდელად დასეირნობს აი ამ რაღაცა ელევსინის ველებზე თუ სადღაც და გაიფიქრებს, რომ თუ ასე მშვენიერია ყველაფერი, ეს სიცოცხლე ჭიკებს, იქ ჩანჩქერები, გედები, ბატები, იხმები, ნორმალურად იდილია და ეს გაფიქრება და იპობა ღრუბლები და ქვესკნელიდან ეს სიკვდილის ღმერთი აიდია, მოიფრქვევა ეს თავის ცეცხლოვანი რაღაცა ეტლით და მოიტაცებს, ანუ ნახეთ სიკვდილი იტაცებს სიცოცხლეს. ჩაყავს აიდში, ესე ჰადესის სამეფოში, ქვესკნელში და მე მთელი თავგადასავლებია როგორ დარჩა პერსეფონა და საბოლოო ჯამში მიყვება ცოლად. მაგრამ საქმე რა არის? ანუ ვისაც შეხედავს ის კვდება. ზერით კლავს ხო? ხო, ანუ მისი მზერა არის სასიკვდილო. და მაშინ როგორ თუ შეხედ როგორ ხო, აიდს შეუყვარდა ისე რომ არასდროს არ უნახავს პერსეფონას. არ უყურებს პერსეფონას. ანუ ბედნიერება რა არის? როდესაც ობიექტია გჭირდება, რაც თვალებით დანახვადი არ არის. აი რაც აი თვალებით არ ჩანს. ხო ესეთი სიტყვა გაუგებარი წინადადება თვალებით არ ჩანს, რაც ნიშნავს. თვალებით რაც არ ჩანს ის წარმოსახვა? წარმოსახვა? ის რა ყველაზე ღია კითხვა დავსი. წარმოსახვა. თურმე თვალებით დანახვადი არ არის. და აი ეს მომენტი მინდა შეგახსენოთ 60-იან წლებში ფრანგი რეჟისორისა და დრამატურგის ჟან კოქტოს ორფეოსი გამოვიდა და მთავარ ერთ-ერთ როლში ჟან მარია და აი აქ კოქტოსთან არის რა ესე თვალები აქვს დახუჭული კუთუთოზე ეს ჩამოწოლ დახატულია ღია თვალები კი ძალიან ცნობილი კი ეს არის სიმბოლო. ანუ თვალები დახუჭული და ხედავ ყველაზე მთავარს. აი ნამდვილი, აი აღაპო. ხო, უპირობო სიყვარული არის. როდესაც თვალები დახუჭული გაქვს როგორც აიც, რომელსაც არასდროს უნახავს თავისი საყვარელი ცოლი. არასდროს შეუხედავს მისთვის. თვალებზე მიხატული აქვს გახელილი თვალები. აი ეს სიბრმავე თულეში ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მთავარს ხედავ. ხო, და ყველაზე მთავარი თვალებით არ, ხო, თვალებით ვერ ხედავ ყველაზე მთავარს და მე ახალ იგავს მოვაყოლებ რა არის ეს ხოლმე. არის ბედნიერების საწინდარი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც თვალებით შეგიძლია დაინახო, ეს არის ყველაფერი მატერიალური. ეს ყველაფერი იბადება, ბერდება და კვდება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება რომ ადამიანმა შეინარჩუნოს სულ აი მაგ, ასე ვთქვათ, წერტილში იყო, მაგ კონდიციაში, მაგ მდგომარეობაში, როდესაც შემოდის იქ რაღაცა მოჯახი, იერარქია სხვადასხვა, იქ რაღაცა არ ვიცი, კოლეგიალობა სამსახურში იქნება, ხო? იქაც 1000 რგოლი, 1000 რაღაცა წესი ემორჩილება და ასე შემდეგ. აი არ ვიცი, არის ეგ შესაძლებელი? როგორ ფიქრობთ? ისეთ ეპოქას და დროს, ყოველდღიურობას, ისტორიას ვქმნით ჩვენ. აი, ნახეთ, როგორია დაკვეთა საზოგადოების, აი რეკლამა მაგალითად, ხო, რაღაც გაზიანი სასმელი და რეკლამა როგორია, რომ ახალგაზრდები, ჯანმრთელები, კარგი ჩაწეკწეკებული კბილებით, ყველა კარგ ხასიათზე, მოდის უკანასკნელი ტივილის ვარიანტში, ყველა და ყველა და აი ბოლო აკორდი არის სწორედ ეს სასმელი და ყველა იწყებს ლხენას. ნახეთ? ანუ გეუბნება რომ ეს უდრის ბედნიერებას. ანუ მოხდა ჩანაცვლება ბედნიერებისა კმაყოფილებით.
მატერიალური კეთილდღეობებით. ჩანს, აი სასმელი. აი ამას თუ ძალევ შენ კარგ ხასიათზე იქნება. კარგი ხასიათი უდრის ბედნიერებას. იდეალურად. ვაუ, გინდა ბედნიერება. ხო. ან მაგალითად ეს ბაუნტის რო ქონდა გახსოვთ რეკლამას ესე იგი კოკოსები და ხო რაღაცა რაისკენას ის ბარაზე იყო ქართულად არ ვიცი. ხო, რაღაცა ღვთაებრივი ნეტარება. ესე იგი, ამან შეიძლება მოგცეთ რაღაც ღვთაებრივი ნეტარება. გაიგივდა ქონა ბედნიერებასთან. რომ შენ თუ გექნება, ესე იგი შენ კი, და საერთოდ ესეთ ვართ ადამიანები, ალბათ და ახალს არაფერს არ ვამბობთ, ყველას დაგვიფიქსირებია ალბათ საკუთარი თავი, როცა გგონია რომ ეს ბედნიერება მოვა მაშინ, როცა რაღაცა ახალ სამსახურს დაიწყებ, ახალი სხვა ხელფასი გექნება, უფრო ახალი მანქანა გეყოლება, უფრო ახალი ტელეფონი გექნება, რაღაცა მე-9 ახალი ჯინსი გექნება. და ეს ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო აზროვნება ბადებს იმას, რომ ქონა უდრის ბედნიერებას. ხო და ამან გამოიწვია, რომ გამოიწვია ის, რომ თუ არა გაქვს უბედური ხარ. აი ახლა წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ აი დარწმუნებული ვარ, რომ ხართ ყურებამდე შეყვარებული. მე წარმოიდგინეთ უფრო მეტად რომ ყურებამდე შეყვარებული. ერთი წამი მჭირდება. ხო, წარმოიდგინეთ და აი ხარ აი ამ ადამიანთან ერთად თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ორივე იყოთ ჩახლული ტელეფონში და რაღაცა სკროლავდეთ. შეუძლებელია. არა, შეუძლებელია. თუ ეს ის ადამიანია, ვინც გაინტერესებს, ვისთანაც ხარ კარგად რეალიზებული და როგორ ხვდები რომ ეს შენი ადამიანია, შენ აღარ გეჩქარება არსად. პირველი 3 თვე თუ ხარ ესე და მე ჩაყო იმანას თავი ტელეფონში და შენ. აი ნახეთ ახლა შეუძლებელია სულ ერთმანეთს უყუროთ. იმიტომ რომ ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს რომელიც განაპირობებს აი ამ ქცევას რომ პირდაპირ მხოლოდ ამაზე იყო კონცენტრირებული იმას თავისი ამპლიტუდა აქვს. ანუ ის წამოვიდა პიქს მიაღწია და ეს არის ის მედიატორები რომლებიც განაპირობებენ მიჯაჭულობას ერთგულებას. აი ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი თავის ტვინში გარდა უამრავი ფიზიოლოგიური ფუნქციისა ფსიქოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური თვალსაზრისით განაპირობებენ მიჯაჭულობას. ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს, რომ ეს ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი შეუყვანეს ძაღლს, რომელსაც დოზა დამოკიდებულად განუვითარდა ისეთი ადიქცია, ისედაც ძაღლები ძალიან მიჯაჭულები არიან, ხო? რომ მთელი დღე საჭმელიც კი არ ჭამა, ფეხით არ მოსცილებია პატრონს. კი, იყო ერთგული, მაგრამ როგორც კი შემცირდა დოზა, მე ჩვეულებრივად წავიდა ითამაშა კონტროლში, ხორციც გაახსენდა. ყველაფერი გაახსენდა, ხო? ანუ ნახეთ, ეს ემოციაც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აღმატებული იქ და აღაპო და იქ ეროტიდა, ფილია და მანია, ეს სულ მედიატორების კოქტეილია. ფენილეთილამინი არის ნივთიერება ესეთი. ეს ამინომჟავა ფენილალანინის ჟანგვის პროდუქტი. აი ფენილალანინი, რომელიც ამავდროულად გარდა იმისა, რომ იწვევს შეყვარებულობის შეგრძნებას. ეს შეგრძნება, რომ შეყვარებული ვარ, ვაიმე რა კარგი ხარ და ვაიმე რაღაცა არის, ესა არის შეყვარებული ვარ და გიჟდები და მიხარია. და ღამეები არ გძინავს და ახდენა და ის რასაკეთებს, აი მწვანე დანთია და არ მწერს, რა. ხო და როგორ თუ და არ ვახსოვარ საზღარი მისწერს. ხო, დამსინა და არ მიპასუხ მაგალითად. ეს ხო ამ ეპოქის ეს არის ფრაზები და პრობლემატიკა. აი დაულაიქა, ხო, აი ამ დროს მე აქ ვარ. ამავდროულად ასტიმულირებს ენდორფინების წარმოქმნას. ენდოგენური მორფინები გეუბნება. ხო, ანუ სიამოვნება, შეყვარებულობა შეჭიდულია სიამოვნების შეგრძნებასთან. ამავდროულად მოდის მთელი სასქესო ჰორმონების არსენალის. მოდის თქვათ მამაკაცებშიც და ქალებშიც მატულობს ტესტოსტერონი და ძირითადი აი ეს სექსუალობის ჰორმონი არის ტესტოსტერონი. და აი ტესტოსტერონი ან მამრობითი სასქესო ჰორმონები. ხო, აი მამაკაცის ძვლები, ყრიმალები ხო უფრო მაღალია, გამოხატული ყბები აქვთ, ხო? და აი ქალები, რომლებსაც აქვთ მაღალი ყრიმალები და ქალები, რომლებსაც აქვთ ჩამოთლილი, უფრო ესეთი შედარებით ნაზი, დაბალი. შევი მოწმე, თუ კაცის მიღმა ყრიმალების გასამხატად. რაც უფრო მაღალია ყრიმალები, ნიშნავს რომ მაღალია ტესტოსტერონი. და ასეთი ექსპერიმენტიც კი იყო. ეხლა რამდენად სარწმუნოა დიზაინი როგორი იყო ექსპერიმენტის და ასე და როგორი იყო დადასტურება და გამეორება, ამაზე ახლა საკითხია, მაგრამ ამბობენ. და ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, რასაც ამბობენ. რომ მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა ანიჭებს უპირატესობას ქალებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ყრიმალები.
ესეთი თითქოს მონღოლოიდურივით, მაგრამ თალკე აქ რასობრივზე არ არის საუბარი, მაგალითი მოვიყვანე. რატო? იმიტომ რომ მაღალი ყურემალი ნიშნავს ტესტოსტერონი ნიშნავს, რომ ეს არის ჰიპერსექსუალური ქალი. ჩვენ ახლა აქ არ საუბრობთ, თქვა ბავშვობის ტრამვებზე და მამა როგორი ყავდა და თქვა იქ როგორი გამოცდილება ქონდა და მე რაზე ქონდა ფობია ამ ფაქტორებზე ხარ საუბრობ. მოცემულობა რა არის? არის მაგალითად ეს აიდო ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი მოგახსენეთ, რომ თუ ცოტა ვაზოპრესინი ოქსიტოცინი, ხო? ნაკლებია მიჯაჭვულობა და უფრო პოლიგამიურია ეს კაცი ან ქალი. უყვარს მაგრამ გვერდით ყავს არაერთი სხვა ფავორიტი ქალი. რომ მკითხო ცოლი იყო, კი, როგორ არა? აბა, ცოლია, რო არ მყურებოდა გავიყრებოდი. ხო, ცოლს არ მიატოვებს ცოლს, მაგრამ მისი ბუნება პოლიგამიური. ხო. ანუ აი არის თუ არა ღალატი დანაშაული, რასაკვირველია დანაღალატი მიუღებელი. მაგრამ ბიოლოგიური თვალსაზრისით ის ბიოქიმიურად პირობადებულია და თქვენ წარმოიდგინეთ ევოლუციისთვის ხელსაყრელიც კი არისო. აი მაგალითად ეს კაცი არის ლამაზიც, ჭკვიანიც, მოხერხებულიც, ტალანტურიც, ლაღი, გაშლის ხრე დაახურავს რესტორნებს და არის ჭიერი, ხო, აბა ბოდლერი და აბა ნოვალისი და აბა შექსპირის სონეტები, ხო, და ეხლა დებიუსიც იცის და როსინის და განსხვავებს, ხო, და პრუსტიც იცის, რომ საუკეთესო პროზაიკოსია. და ანუ ყველაფერი დააბერტყა ღმერთმა. შესაბამისად ყავს რა ბევრი ფავორიტი ქალი. ბევრი სხვადასხვა ქალისგან შვილი, ბევრი სხვადასხვა ვერსია არის კარგი ბიჭის, კარგი გოგოსი. ანუ ბიოლოგიური თვა მე არ ვამართლებ ღალატს. მე მორალური თვალსაზრისით არ განვიხილავთ ახლა, ხო? არ განვიხილავთ. ბიოლოგიის გადმოსახედიდან აი ეს ვარიანტი და თქვენ როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი არ ვეწევი ღალატის პოპულარიზაციას, მე ვამბობ ბიოლოგიის გადმოსახედიდან, რაც უფრო ნიჭიერია, რაც უფრო ენერგიულია, ხო? ჯანმრთელია, ბევრი პარტნიორი ნიშნავს ბევრი ჯანმრთელი გენის გავრცელებასო. თუმცა ამაზე ბევრი შეიძლება ვიკამათოთ. რა თქმა უნდა, ვიკამათოთ და ახლა ერთი კიდევ ესეთი იგავი იყო ესეთი ინდურ მითოლოგია მოგეხსენებათ, ახლა რაღაცა 2 მილიონი ღმერთი ყავთ ლამის. მაგრამ თავარი ტრიადა რა არის? ეს არის ბრაჰმა, ვიშნუ, შივა. მოკლედ ვიშნუ ნიშნავს ყველაფრის გამბჯოლი. ანუ ყველაფერშიაო. დიდშიც და პატარაშიც, ატომშიც და მთვარეზე, ყველაფერი სულში, გულში, ყველგან მოკლედ. ხო და ვიშნუს ყავს მიმდევარი, რომელიც ესე ლოცულობს ასკეზაშია და ყველაფერს ასრულებს, მოკლედ ტიპი, მოკლედ ესეთი 2x2 4 გამრავლების ტაბულა, მოკლედ ესეთი ელემენტთა პერიოდული სისტემა, ყველაფერი იცის. ყველაფერს აკეთებს წესით, რიგით. ხო და იქ ესეთი წესია, რომ ესე იგი რო შეასრულებს ამ ასკეზას, ანუ ტაპას და რაღაცა აი ღმერთი უნდა გამოეცხადოს. და ესენი ციკლავენ თავს, სანამ არ გამოიძახებენ ღმერთს და გამოეცხადა, ხო, მოვედი, აჰაო. მითხარიო და უნდა რაღაცა სურვილი შეუსრულოს და ნუ თუ შენახარო ღმერთ, ძალიან კარგიო. ეხლაო მეო, იცი რა მინდაო, სურვილი ხო მეკუთვნის სურვილიო. აიო. ყველაფერი, რასაც დავინახავო და შევხედავო, ყველაფერი ჩემი იყოს. უპს, თქვა, ვიშნუ. ფრთხილად იყავ. რატომ? ასე, მინდა ყველაფერი მინდა, მე რამდენი ვიწვალე ვიდვისკენიო, ასეო გაჭირებაში. ყველაფერი მინდა ჩემი იყოს. ასე, რასაც შევხედავ, ყველაფერი მინდა რომ ჩემი იყოს. ჩატი ერთ სურვილში ყველაფერი. ყველაფერი ჩატი, რასაც შევხედავ, ყველაფერი. კარგია. ესე დადასტურ. ეს სანსკრიტული სიტყვა. დადასტურ ნიშნავს დაეიყოს ასე. დაეიყოს ასე. აი, პარალელურად ზოროასტრიზმში დასტური არის ქურუმი. ქურუმი. და ჩვენ დიდი გავლენა განვიცადეთ ეს ხო ირანი და ასე შემდეგ ეს. ხო, აი დუნია, ინდურად დუნია. ინდურად პურია. ხო? პარდა. და დადასტური ყოფილა და დადასტურ არის დაეიყოს ასე. მოკლედ ეს და რა მოხდა? და რა უთხრა? დადასტურ. მაგრამ რასაც თვალით ვერ დაინახავ, არაფერი არ იქნება შენი. ყველაფერი რასაც დაინახავ, შენი იქნება. მაგრამ თვალით რასაც ვერ დაინახავ, შენი არ იქნება. კარგი მოსულაო, რასაც დავინახავ, ჩემი იყოს.
მოკლედ გათენდა დღე, ის გაქრა წავიდა იქეთ სხვა განზომილებაში გადავიდა ვიშნუ ბრდღიალით. გათენდა დღე გამოდის ეს ტიპი და გახედა რაღაც აქლებების თუ რაღაცა ქარავანი და მისია მოტრიალდა და მისია. იქ რაღაც ულამაზესი სპილო ნახა და ესეც მისია. გაახედა ბაზარს, თელი ბაზარი მისია. ყველა მას ესალმება როგორც გაახედა ის რაჯას ის სასახლე და ავტომატურად ეს რაჯა თავისი სასახლიანად და ჰარემიანად არის მისი. ყველაფერი მისია დიდებული ეღირსა როგორც იქნა სავსე მაგი და საჭმელი და აგერ 300 ქალი ამოარჩიე სულო გულო და აგერ პირველი რაღაცა გემრიელი ისეჭამა მაგრამ არ არის გემო არ არის დალია რაღაც დიდებული წვენი ნექტარი რა გემო არ არის აი მე ეს რაღაცა საუკეთესო ქალი ამოირჩია ჩაიხუტა გულში და არაფერი არ არის არაფერი არ არის იმიტომ რომ ყველაზე მთავარი თვალით არ ინახება ვერ ხედავ ეს იმ თემის გაგრძელება ოღონდ იქ სხვა ასპექტი იყო ეს არ უყურებს ხო სიყვარულს არ სჭირდება დაკვირვებაო ცაშჯელი ისე მოევლინა ხო აიდიზის და უყვარს ქალი რომელიც არასდროს არ უნახავს და ვერ ნახავს რომ შეხედოს ის მოხდება სხერპლიაო სიყვარულიო ამას ნიშნავს ამ ასპექტში ნიშნავს იმას რომ თუ გინდა რომ ბედნიერი იყო უნდა შეიყვარო ის რაც თვალით არ ჩანს ანუ ამ მაგიდის არსი აღმატებული ხო აი თქვენ რაც ბრძანეთ რომ აი ეს აღაპო ის აღმატებული როგორ მივახციოთ მარადიული სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ მარადიული სიყვარულით წარმავალს დაბერებაც ფუჭებაც ვერ მოარგებ მარადიული მხოლოდ მარადიული მე ხამინდა რომ რაღაცნაირად აი ამ ჩვენი აღტაცებიდან და თავდავიწყებიდან მაინც რაღაცნაირად გადმოვაპორტირო ეხა ჩვენი საუბარი და უფრო ასე ვთქვათ დამიწებულ ასპექტში და კონტექსტში ასე ვთქვათ გადმოვიტანო და მაინც დავაბრუნო იქ არ ვიცი ეხა ეს სწორია თუ არა იმიტომ რომ გადასარევი იყო ის სადაც ვიყავით მგონი აი იმიტომ იყო გადასარევი რომ თვალით ვერ ხედავდით ხო გეთანხმებით აი რაღაცა სადღაც დამოგზაურობთ რომ ეს როგორ დამიწდეს არ უნდა დამიწდეს საქმე სამაში ნახე სამოთხეში და ჯოჯოხეთში ადამიანები არ არიან იმიტომ რომ ადამიანი არის სული და სხეული და იქ ხომ მარტო სულია ანუ სიკვდილის შემდეგ მე დეა აღარ ვიქნები მაგრამ მე ვიქნები თუ ის მოსაზრებები რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ძალიან გვინდა რომ ასე იყოს ესე იგი არის ვაი არ არის ვუი ნახეთ სიყვარული მარადიული აღაპო რაზეც შევჩერდით თუ მარადიული სიყვარული მხოლოდ მარადიულისთვის არის ხო ანუ წარმავალი დაბერებადი და ფუჭებადი მარადიული სიყვარულით ვერ გიყვარს იმიტომ რომ ეს ბერდება მაშინ ესე იგი ადამიანის სიყვარული მარადიული სიყვარულით არ მოსულა ხო არ მოსულა მოსულა და თან მერე როგორ შენ ხარ სხეული დასული შენ ცხოვრობ სხეულში და ის რაც შენი თვალებიდან იყურება შენი ნამდვილი რაობა რაც თვალებიდან იყურება არის ეკატერინა რომელსაც ქვია ამ ინკარნაციაში ეკატერინა სახელი იმას სახელი არ აქვს რაც თვალებიდან იყურება იმას სქესი არ აქვს იმას არ აქვს არც დაბადება და არც სიკვდილი ის არ ყოფილა დრო როცა არ იყო და არ იქნება დრო როცა არ იქნება ის მარადიული და ის თვალებით არ ჩანს ის თვალებიდან იყურება მაგრამ არ ჩანს შენ ხედავ თვალების გამომეტყველებას და გახსოვს აი მაგალითად ფილმებში ესეთი ახლო კადრით რო ჩანს თქვა სიკვდილი თავარი გმირის ეს და თვალები ხო შუშის ხო ეს აშტერებს თვალებს რომ ითო მოკვდა ანუ თვალებიდან წავედიო ხო მოკვდაო თვალებიდან წავიდა მზერა ამის ნიშანი ხო უკაცრავად ჩვენ რომ ვამბობთ სული ჩვენ არ ვიცით რა არის სული ხო აი რაც წავიდა ის ხომ მარადიულია უბრალოდ სხეულიდან წავიდა დატოვა სხეული ის მარადიულია მარადიული სულის შეიძლება თუ ეს სიყვარული მარადიული პოტენციურად გვაქვს და გვაქვს
ის ემსახურება იმას, რომ გიყვარდეს ის, რაც თვალით დანახვადი არ არის და ის არის მთავარი დანარჩენი დანახვადი, რაც არის, იბადება, ბერდება და კვდება. და ამ ფორმატებს, ამ ფაზებს თავისი შესატყვისი სიყვარულობები აქვს. იწყება ფილით, ეროტით, შეიძლება მანიაში გადაიზარდოს. არის პრაგმაც, არის ტრაგოც, ცოტა შეიძლება ყველაფერი. ყველაფერი გჭირდება, იმიტომ რომ ცხოვრება ჩვენ ასე მოვა. და როგორც წესრიგია, ეს ჩვენ დავაწესეთ ეს წესრი. კი. ხო? იმიტომ რომ შენი სახლი მოწყობილია ზუსტად ისე, როგორი ხასიათით შენ გაქვს. შენი სახლი შენნაირია. თუ შენ ვერ ბედავ რომ შენნაირი სახლი გააკეთო, დაიქირავებ დიზაინერს და ის გაგიკეთებს ისე ვითომ როგორც შენ გინდა. მაგრამ შენ გააკეთებ ისე როგორც მოდაშია. ტრენდებს გაითვალისწინებ. აი, გახსოვთ ფილმი ყველაფერი დედაჩემის შესახებ. პედრო ალმოდოვარის. ხო შეუძლებელია დაგავიწყდეს ეს ფილმი. აი, გახსოვთ აი ეს სცენა, რუსულად არის ის რადასი ციქვია, იმ ტრანსექსუალ კაცს, რადასი და ეს მარისა პარადასის გმირი, ეს არის დიმკა, ბოლი, რა კარგად არის ხო შერჩეული. მთელი ცხოვრება კვამლივით გაიარა ამ ქალმა და ესეთი სცენა ერთმანეთს ხვდება ეს ორი მთავარი პერსონაჟი და ეს ტრანსსექსუალი კაცი რომელიც უკვე ქალია და ყვება თავის დროზე რომ მეო მძღოლი ვიყავიო შორეული რეისებისო მერეო გავიკეთეო ეს ოპერაციას ეს შევიცვალეო და გავედი პანელზეო და ეს გაუგნებული მსახიობი ქალი ეს თეატრის ის არის ვარსკვლავი ვაი რა საინტერესოა და მოკლედ შემდგომ ეს მე მოკრძალებული რეაქცია შეგვიფარგლა არისტოკრატიული და ესენი ხვდებიან ერთმანეთს და ეს რა ქვია ეს სიხარული რა რადასი ეუბნება როგორ გამოვიყურებიო მე გადასარევად გამოიყურებიო რა შანელიაო მართლა ორიგინალი შანელიაო და ტრანსვისტიტი მეძავი ხო პანელზე გასულია იმიტომ რომ ვალები აქვს ოპერაციების გასასტუმრებელი და რას ამბობო როგორ შეიძლება ეს იყოს ორიგინალი შანელიო როდესაც ამდენი ბავშვი შიმშილობს ოპს არის მარადიულის გამოძახილი სინდის სიმართლის სამართალის სიყვარული და ყველაზე მთავარი რითაც ადამიანი ფასდება არა განათლებით არა ინტელექტით მით უმეტეს ცენზით ადამიანობით აი ეს სიხარული ეს ტიპი ხო ტრანსსექსუალი უცებ მართლა ადამიანობის როგორი სიხარულია ჩვენა ეგეთი მეგობარი კი მინდა რა თქმა უნდა ხო და მე ვაფასებ რასაკვირველია ხო აი ეს არის მარადიული სიყვარულის ერთ-ერთი საბაბი და რამდენში არ არის ეს თვისება რა ეს უნარი აი ამას რაც თვალებიდან იყურება და რაც ასეთ პოზიციას დაგაკავებინებს არა სიტყვით არამედ მართლა საქციელით დიახ პანელზე ყოფნა ცუდია კი, რასაკვირველია დრამაა, როდესაც არის მამაკაცი ქალის სხეულში ან ქალი მამაკაცის სხეულში და აჭრილია სქესისა და სხეულის ჰარმონია. ისედაც პრობლემებით ახსავსეა. რა უფრო წონის ამ დროს და რა უფრო ანათებს ხო როგორ შეიძლება მეცას ორიგინალი შანელი, როდესაც ამდენი ბავშვი შიმშილობს. დასტური რისი სიყვარულის. დადასტური. დედა, ეხლა ვთქვათ, ვინც გვისმენს და გვიყურებს ასევე ქალების რადიოს Facebook გვერდზე, შეიძლება მაინც უჩნდებოდეს ის შეკითხვა თუ კი ვთქვათ ცხოვრების იმ ეტაპზეა, როდესაც რაღაც არ გამოუვიდა ან რაღაც სიყვარულში მოკლედ იმედი გაუცრუდა, გაწმილებული დარჩა, იმიტომ რომ აი ის აღაპო მოვიდა, მაგრამ რაღაც დროსთან ერთად გაქრა, ხო ამბობენ ხოლმე ის სიყვარულისგან აღარაფერი დარჩა და აი ასე შემდეგ. რა ემართება ამ დროს ურთიერთობებს, ანუ რას შემოაქვს ძირითადად ამ სიყვარულში აი ეს პირველი, რა ვიცი, ბზარი თუ რაღაც რაც მოკლედ აი ძალიან დიდ დისტანციას აჩენს მე ადამიანებში. სხვადასხვა რამე შეიძლება იყოს, მაგრამ როგორ ფიქრობთ? აი მაგალითად აი დიდი პოეტი, მხატვარი, მოაზროვნე, საინტერესო ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი
და მეორეს მხრივ ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი კომერსანტი. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას კომერსანტს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ესეთი იყო საგნობრივი აზროვნების მქონე, რომელიც თulis რომ ბედნიერება ქონაშია და რომ მექნება, ოდესღაც ვიქნები ბედნიერი. როდესაც ადამიანს შეუძლია უყვარდეს ის, რაც მარადიულია და იყურება შენი თვალებიდან, ის ხომ უბერებელია. მე შენ მიყვარხარ მიუხედავად იმისა, სად იქნები და ვისთან. მე მიყვარხარ მიუხედავად იმისა, გიყვარვარ თუ არა შენ მე. ჩემი სიყვარული უპირობოა. მიყვარხარ არა იმიტომ, რომ შენ გიყვარვარ. მიყვარხარ არა იმიტომ, რომ მაფასებ და ასე შემდეგ. საერთოდ არ, კარგი, გაგებით, არ მაინტერესებს უბრალოდ შენი პასუხი იქიდან რა არის, ხო, ასე ვთქვათ? მე მიყვარხარ შენ. და თუ შენ აღმოაჩინე, რომ კარგად ხარ, ესე იგი შენ იმაში აღმოაჩინე ის, რაც ჩემში ვერ აღმოაჩინე, არ მქონდა, ან ამ ეტაპზე ვერ გამოვამჟღავნე. და თუ შენ იმასთან ბედნიერი ხარ, მე შენი ბედნიერება მიხარია. ამ აზროვნებამდე და ამ ასე ვთქვათ მდგომარეობამდე რომ ანუ ძალიან რთულია მისვლა რა რომ მაგ ვთქვათ ადამიანი რომელიც შეყვარებულია და ობიექტი იყავს ასე ვთქვათ კონკრეტული მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ასეთ სიყვარულს ვთქვათ ავიღოთ ქალისა და მამაკაცის სიყვარული ხო საერთოდ ამ მდგომარეობაში ხარ და აი რაღაც მოცული ხარ ხო ამ გზნობით რომ აი ეს მენტალობა, ეს მოწყობა, ასე ვთქვათ, ფიქრების, აზრთა ასეთი წყობა და აი, რაღაც ესეთი სიბრძნე, მოდი ესე ვთქვათ, შეძლო. ნახე რა შესაძლოა. შეყვარებულობა არის პროცესი. შეყვარებულობა ყოველთვის ხმაურია. შეყვარებულობა ყოველთვის ფეიერვერკია. ეს ყოველთვის ექშენია, ეს ყოველთვის დრაივია. ეს არ არის სიყვარული. სიყვარული არის აი ის, რაც მერე მოდის, სიჩუმე. სიყვარული არის სიმშვიდე. სიყვარული არის, როდესაც აღარ გეჩქარებ. სიყვარული არის, როდესაც საბოლოოდ მიხვდი. სიჩუმე და გულგრილობა როგორ უნდა გაარჩიო? არა, არა, იმიტომ ეხლა უცებ დავფიქრდი, იმიტომ შეიძლება ძალიან ბევრი ამოეფაროს, ასე ვთქვათ, ეხლა ამ სიჩუმეს, ასე ვთქვათ, და სინამდვილეში ამის უკან დგას უბრალოდ გულგრილობა და უბრალოდ ის რომ სიყვარული არის ყოვლის მომწვევი. და სასტიკი სიჩუმე არის კრიმინალური დანაშაული, როგორც ვხედავთ. ხო, ესე იგი, ნახეთ ვინაიდან ადამიანის ნამდვილი რაობა და არსი მარადიულია, მარადიული სიყვარულის უნარი გვაქვს. და ვინაიდან ეს მარადიული ცხოვრობს წარმავალ, დაბერებად და მოკვდავ სხეულში, გვაქვს სხვა სახის სიყვარულები, როგორიც არის ფილია, ეროტი და ასე შემდეგ და თუ მოიმატე წონაში და გახდი არა 60, არამედ 160, შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს კი. მაგრამ ხარ იმ მარადიული აღაპო სიყვარულით 160 კილოს მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცუდი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ ალბათ ასეთი მაგალითებიც და ასეთი ისტორიებიც ბევრი გაგვიგია, არა აქ წონაში მომატებას არა გაცილებით უფრო ასე ვთქვათ სასტიკი შეიძლება შეუძლია იყოს ადამიანს, მაგალითად, როდესაც გაგვიგია ალბათ ყველას, როდესაც ადამიანს რაღაცა ვთქვათ მძიმე დიაგნოზი დადასტურებია, ძალიან ხშირად მომხდარა ის, რომ აი იმ მომენტში ვთქვათ მეორე ნახევარმა როცა ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და ამას კიდევ ემატება ხოლმე აი ასეთი ტიპის სასოწარკვეთა ხო და ασეთი ტიპის გაწირვა ადამიანის, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ეს. როგორი პასუხია? ბუდას ეხლა ულამაზესი ქალი სულ ვიყავ აქციაში. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და შენ ბუდა მუთხრა რომ შენ წადი და როდესაც შენ მე დამიძახებ მე მოვა. და ეს ქალი მიხვდა რომ უნდა გახდეს სანიასი, ან უნდა გახდეს ესეთი ბერი, ესე იგი ყველაფერზე უარ სიტყვის ასე შემდეგ. და ერთხელაც ესე ბუდას ყავს მოწაფეები რაღაცა და უცებ ყველაფერს ანებებს თავს და გარბის. და საერთოდ მიდიხარო მასწავლებელო, გურუო, სად მიდიხარო და ჩემი სატრფო მეძახის, წლები გავიდა.
ეს ულამაზესი ქალი, რომელიც ეს ასკეტურ ცხოვრებას ხო მიჰყვა და შემდეგ კეთრით დაავადდა და აი ცოცხლად დამპალია უკვე სხეული, მისი გახრწნილია და კვდება და ეს ბოლოს სიტყვა ამაზე და ეს გაიგო ბუდამ გარბის და ეს გახრწნილი სხეული ესე ჩაიკრა გულში. რატო? იმიტომ რომ მას უყვარდა ის, რაც აი ბოლო წამს გააცილა. ყველაზე დიდი საჩუქარი, ყველაზე დიდი სიყვარული. რა თქმა უნდა, ბუდა ნიშნავს გასხივოსნებული, გამოღვიძებული. აქედან არის რუსული ბუძილნიკ, ბუძიც, რას ბუძიც. როდესაც შენ ხარ იმ ადამიანის გვერდით, არის ყრუ, ბრმა, მუნჯი, ემოციურად. და ამას აღმოაჩენ ექსტრემალურ ვითარებაში. გულდასაწყვეტია, მაგრამ გასაკვირი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მოჩვენებითად ვართ ერთ საფეხურზე ანთროპოგენეზის, ანუ ადამიანის კაცობრიობის განვითარების. ეს მოჩვენებითი ერთგვაროვნება. სამწუხაროდ ეს საფეხურები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც გვაქვს, აი თქვათ, აი ჩვენ ვიპოვეთ საერთო ერთი ტალღა და კარგად ვართ. და ის ვინც არ და არა იმიტომ რომ ჩემი დონე არ არის შენი დონე, დონეში არ არის საქმე. ვიბრაცია სჭრის. სიხშირე რაღაცა სხვა. სიხშირე არ არის და ენერგიას გაკარგვინებს. და მე ეს ენერგია აღარ ყოფნის იმისთვის, ვინც იმსახურებს რომ მას დაახარჯო. და აქედან გამომდინარე ენერგიის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დროზე უნდა მიხდე. შეუძლებელია ექსტრემალურამდე ვერ მიხდე, რომ ეს ადამიანი არ საჭიროებს. მაგრამ ამ წითელ ალარმებს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულს შეიძლება არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ არ გვინდა მის დანახვა. არ გინდა დანახვა. არ გვილია, რომ რაღაცა შევაჯამოთ ეს ჩვენი თემა. პირველი რაც დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, ანუ არის ის, რომ ჩვენ ადამიანები ესე იგი ეს რაღაცა რაციონალურ და რაღაცნაირ ჭრილებში და ფორმულებში მოვაქციოთ, რომ აბა, ეხლა სადამდე თუ რაღაცა და სინამდვილეში, ანუ ეს სრულიად საპირისპირო წინააღმდეგობაში მოდის იმ აღაპოსთან, თუ რაღაცა იმ იდეასთან, ასე ვთქვათ და განსაზღვრებასთან, რასაც ქვია ის მარადიული სიყვარული და არ ვიცი. რა სიტყვით თქვენ? რა ვქნათ? სიყვარული არისო სულის ნივთიერება. სულის ნივთიერება? ხო, ალბათ. ეს რა თქმა უნდა იკვებება ხო სული? ეს ხო პოეზია, ხო ეს მეტაფორების ენა და ჩვენ საუბარი დავიწყეთ აიდით და პერსეფონათი, ხო? აიდი სიკვდილის ღმერთი, პერსეფონა სიცოცხლეა. და სიკვდილი და სიცოცხლე დაქორწინდნენო და სწორედ ამიტომაც მიწიდან ამოიზარდაო ხორბალი, ვაზი, მუხა, ხო? ყველაფერი მიწიდან ამოდის, იმიტომ რომ იქიდან ქვესკნელიდან, სიკვდილის სამეფოდან, იქიდან სიცოცხლე სამსაჩუქრებს. სიცოცხლე მიწიდან ამოდის, ანუ სიკვდილი და სიცოცხლე დაქორწინებულები არიანო. ამიტომაც მიცვალებულს მარხავ, ანუ აბრუნებო შიგნით. ამიტომაც ყველაფერი ოქრო ქვარახშირი ნავთობი. ყველაფერი მიწიდან ამოდის, იქიდან ამოდის. ხო, ღმერთი, აიდი, ქალღმერთი, პერსეფონა. მაგრამ არც ერთი იყო ღმერთი და არც მეორე ქალღმერთი. ორივე ბედკრული ფსიქიკის შვილები იყვნენ. ყველაფერი რაც ხდება სამოთხე ჯოჯოხეთი, ეს ხო ჩვენი ტვინის პროდუქტია. შენ გიყვარს, შენი ტვინის პროდუქტი. შენ გძულს, შენი ტვინის პროდუქტი. შენ უნდა მართო ტვინი. შენ უნდა დააფიქსირო, რომ თუ ერთი არსება მაინც გძულს ქვეყნად, შენ სიყვარული არ შეგიძლიაო. ანუ სიყვარული გადაწყვეტილებაა? გადაწყვეტილებაა. იმიტომ რომ ეს კულტურის ნაწილია. აი, როდესაც შენ სიყვარული დაგემართა, ესე შემომეფეთა? ხო, და შემოფეთებისა იყოს, ხო? აი შორის ეროტის ერთ-ერთი იპოსტასი, სიყვარულის ერთ-ერთი იპოსტასი არის, ხა მე დამავიწყდა სახელი ამ ღვთაების, რომელიც ცოცხლობს პირველი შეხედვიდან პირველ ღამემდე. იბერდება პირველი შეხედვის წამს და კვდება პირველ ღამეს. აი ეს გადასვლა, ხო? აი როდესაც ქალწული
გადადის, კვდება როგორც ქალწული და ხდება ქალი. Როგორ ჭაბუკი გადადის კაცში, კვდება როგორც ჭაბუკი გადადის. ხო? აი ეს დიდი გადასულები არის სიკვდილსიცოცხლის იმპროვიზირებული სიკვდილსიცოცხლის მონაცვლეობები. ჩვენ ყოველღამე ვტებით ღრმა სიზმროძილის სახით და მე ვიღვიძებთ, ანუ აღვდგებით. ხო? აი ის რომ წყალბადს რომ ჟანგბადი შეუყვარდა, ეროტი ნიშნავს მიზიდულობა, მიიზვიდა და მივიღეთ წყალი. ეს წყალბადის და ჟანგბადის ქორწინების შედეგი. და შენ რომ ვიღაც შეგიყვარდა, ავტომატურად ვიღაცას დაშორდი, კი, ოჯახი გიყვარს, დედა, მამა, ყველაფერი, მაგრამ ის ვინც თავდავიწყდა ყველაფერი რაღაცნაირად მიიზი და განიზი და ფაზლია. ეს ყველაფერი ჩვენი ფსიქიკის პროდუქტია. ანუ ერთის მხრივ ყველაფერი ჩვენს ხელშია. მეორეს ეს შვებაც არის და თანამავდროულად სასჯელიც. ხო, სასჯელიც და დიდი ტვირთით. ის რომ ყველაფერი შენება, ამავდროულად ეს არის იმ მოლეკულების, ნიუთიერებების ის შტორმი, ქარაშოტი და ცუნამი და ღვარცოფი, რომელიც შენგან დამოუკიდებლად ხდება, ხო? აჰა, გადააბიჯე 50 წელს და იწყება მენოპაუზა. არავის არ უკითხია. არავინ არ გეკითხება წყალისო მაინც დაიჭმუჯნები. ანუ არის რაღაცა რატო? იმიტომ რომ ეს მატერიის კანონია. რაც იბადება, ბერდება და კვდება. ერთადერთი უბერებელი ის არის, რაც თვალებიდან იყოლება. ერთადერთი გამოსავალი რომ იყო ბედნიერი, უნდა გიყვარდეს ის, რაც თვალით დანახვადი არ არის. აი თვალის მიღმა, რომ არ შეხედა, აიდი არ უყურებს, აი ჟან კოქტოს ქუთუთოებზე დახატული თვალები, ყველაზე მთავარს თვალების გარეშე ხედავ. სიყვარულს შესძლებ, თუკი თვალების გარეშე დაინახავ. და ამ დროს ალბათ ყველანაირი ის კითხვა უკვე ზედმეტი ხდება, ამ დროს რა სიყვარულზეა საუბარი, ობიექტია საჭირო თუ არა და ასე შემდეგ. აი ყველაფერი თითქოს ამ სიტყვებით არ ვიცი როგორ, მეც არ ვიცი, მაგრამ თავის ადგილზე როგორც თქვენ ამბობთ, აი ესე თავის ადგილზე თითქოს ისე ნელა ტატით, მაგრამ ძალიან ლამაზად და კოხტად დგება. ხო და არ ვიცი, აი ამ ვიღაცას, ამ მდგომარეობას, ამ უნარს, ამ თვისებას, ამ რაღაცა მზერას თვალებიდან, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ და რაც უფრო მეტხანს შეგვეძლება, რომ თან ეს მზერა და აი ეს რაღაცა სხივი სხვაშიც დავინახოთ და სულ დავაფასოთ. ხანდახან შეხედვით და ხანდახან არ შეხედვით. ალბათ ეს იქნება ჩემი, ასე ვთქვათ, სურვილი, ჩვენი აუდიტორიის მისამართით და ჩვენს თავებსაც ამას უსურვებ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოხვედით ჩვენთან. სიყვარული ეს თემა როგორც ჩანს ძალიან დიდხანს იცდიდა, იმისთვის რომ ჩვენი ციკლი, ჩვენი გადაცემების, რომელიც აი ოქტომბრიდან მოყოლებული ამ დრომდე მართლა ძალიან დიდი სიყვარულით ვუძღვებოდი და ვაგროვებდი თქვენთვის კვირიდან კვირამდე, 4 შაბათიდან 4 შაბათამდე, აქ ამით სრულდება. იმედია რომ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ძალიან მალე და ყველას გისურვებთ ბედნიერ, მშვიდობიან და სიყვარულით სავსე საღამოს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.